აქ მე მქონდა გამოფენა და 16-ში გარდაიცვალა მაისში, ჩემი ძმა 14-ში გამოფენა გამოსდა პირველი გამოფენა მაქვს TMS-ში რუსთაველზე ავეჯის გამოფენა, აი პირველი რო გავაკეთეთ და მოგა ძალიან ესეთი და კარგად ჩაერა და ჩემი ძმა იყო აქ მაშინ და თავის ფილმს იღებდა და აი ბოლო ფილმს რომელიც ვერ დაამთავრა, მე ცოლმა დაამთავრა და მოგა აქ ცუდად იყო რაღაც ალკოჰოლურის მოწამვლა რაღაც დაემართა და მოგა გაფრინდა ჰოლანდიაში. აქ მანამდე ვეჭხუბე და ჟეროსვავდა და ამაზე და რაღაცა და გაფრინდა და ამ ჩემი გამოფენის გახსნა 16-ში და ვზივართ პატარა რესტორანში, ყაზბეგის ქუჩაზე იყო ფრანგული რესტორანი, ფრანგი კომპანიონი მყავდა მაშინ და მოკლედ იქ ვარ და უცებ ვიღაც მე რეკავს რომ მოდი და ჩემ შულსაც ქვია ტატო და ძმასაც ტატო ერქვა და ბაგებში ვართ, ნუ იქ ვცხოვრობ დედაჩემთან და უცებ მირეკავს ჩემი მეგობარი ნინო ნიჟარაძე და ჩემი ძმის რომ მოდი ტატოსზე რაღაც არის, გარჩე მოდი სასწრაფოდ. და ისე რა იმ წინა დღეს გავაცილე ჩემი ძმა და ამიტომ ფსიქოლოგიურად ის წასულია იქ არის და აქ ეგ არის რა და ხა მოდი ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემ შულს რაღაც დაემართა პატარაა მაშინ რეგბზე დადიოდა ბაგებიდან ვაკის პარკში და უკვე მარტოს უშვებდით აი გასაკე რომ მარშრუტკით მარტო წავიდოდა მოკლედ და გამოვედი მანქანაზე დავჯექი მოვდივარ და ნუ ვფიქრობ რა კაროჩე ვფიქრობ რომ ახლა უარეს ჭირს და რაღაცა ვაფშე ვერ მითხეს ვერაფერი ახლა რო ეთქვა ხელი მოტყვა და ვთქვა იქ ამდოს ხელხემალი გასაგებია და არაფერს არ მეუბნე და რომ მივედი და ეგრე ავდივარ მახსოვს და ინეკემ დარეკავ ჩემი ძმის ცოლმა და ამეთქი ჩემ ტატოზე დიდ ტატოზე ამბობთ ხო და ისიც გაგიჟდა შენ პატარაზე გეგონაო და ნუ რაღაცა აი იქ ამოვისუნთქე ხო როგორი ამოსასუნთქია ეგ რომ ეხება შენ ძმას და არა შვილს და ეგრე მოვტრიალდი აი ამოვისუნთქე და აი რომ მიუბრუნდი უცებ დავინახე რომ მანქანა დგას და იგზის მამა ჩემი მისულია ბაგებში ესე არასულაზე ჯერ ქვემოთ იყო და აი ის ვინც ვერ ამოისუნთქა ჩემს ავით